ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა დევნილთა სამინისტროსა და შპს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს შორის. დოკუმენტს ხელი დავით არახველიძემ მოაწერა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეეძლებათ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა. მემორანდუმის საჯელების შემთხვევაში რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის სერვისით სარგებლობასაც ითვალისწინებს. იგი ექმნება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ვიზიტი დევნილთა დასახლებებში. Medicino ცენტრი პირდება ღებულობს ვალდებულებას, რომ დევნილებს მოემსახუროს პრაქტიკულად უფასოდ, განსაკუთრებულ შემთხვევაში ძალიან შეღავათიანი ფასებით. ვიდრე ამ მემორანდუმს გავაფორმებდით, მე დავათვალიერე ეს ცენტრი და ჩემზე მოახდინა ცენტრის დღევანდელმა აღჭურვილობამ, მდგომარეობამ და ინფორმაციამ აქაური მომუშავე პერსონალის შესახებ ძალიან დიდი შთაბეჭდილება. ჩვენი ცენტრის ძირითადი ამოცანა, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პაციენტზე. ნებისმიერი შემოსული აქ ადამიანი უნდა გზნობდეს, რომ ყველანი დაწყებული ჩემგან დამთავრებული დაალაგების სამსახურით არის მისთვის შექმნილი და მისთვის მუშაობს.